გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. ჯაშუშების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების პროცედურები დაიწყო. თუ გეოპოლიტიკურ გარემოში განვითარებაზე ზრუნვა უსაფრთხოების გამტკიცება, ევროინტეგრაცია და ქვეყნის სტრატეგიული როლი ამ თემებზე მაკაბოჭორიშვილმა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიაზე ილაპარაკა. გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დასახულ პრიორიტეტებზეც გაამახვილა ყურადღება. ნინი გოგიშვილი გვეტყვის უფრო მეტს მაკაბოჭორიშვილის გზავნილებზე. ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება სწორედ პირველი პრიორიტეტია, ეს თქვა მაკაბოჭორიშვილმა სამუშაო სესიის ფარგლებში და განმარტა, რომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა თუ ცვლილებების ფონზე აუცილებელია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა და დაცული იყოს უსაფრთხოება, ისე როგორც ამას საქართველო აკეთებს. მაკაბოჭორიშვილის განმარტებით ამ ცვლილებების ფონზე საქართველო მაქსიმალურად ცდილობს განვითარდეს და ხელშესახების შედეგებით სახეზეა, რასაც მეტყველებს მათ შორის ეკონომიკური წინსვლა და კონკრეტული ციფრები. მისივე განმარტებით საქართველოს აქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეული სახის გამოწვევები, მათ შორის ოკუპაციის მიმართულებით, შესაბამისად მისი განმარტებით ის კრიტიკა, რაც ისმის საქართველოსთან დაკავშირებით არის უსამართლო. დასმული კითხვის საპასუხოდ მან ისაუბრა ევროინტეგრაციის პროცესზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არის პოლიტიკური იარაღად გამოყენებული და ამ ყველაფერს მან სამწუხარო უწოდა, რადგან მისი თქმით გაერთიანებისა და გაფართოების იდეას საფრთხე ექმნება. მან ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოლაპარაკების პროცესი არ შეუწყვეტავს. თან თავად ევროპულ მხარეს არ დაუწყია დისკუსია მოლაპარაკებების შესაბამისად. მაკაბოჭორიშვილის თქმით, მაშინ, როდესაც ევროპელი ლიდერები მზად იქნებიან, საქართველო მზად არის დისკუსიისთვის. საქართველომ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საბჭოური ან პოსტსაბჭოური ქვეყნიდან გარდაიქმნა თანამედროვე ფუნქციონირებად დემოკრატიად. მიღწეული იქნა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი ეკონომიკურ განვითარებაში და თავი საკმაოდ მაღალ პოზიციებზე დააყენა, როდესაც საქმე ეხება ბიზნეს გარემოს, ეკონომიკურ განვითარებასა და დემოკრატიულ განვითარებას. რა თქმა უნდა, კრიტიკას ხშირად ვისმენთ ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ამას თავისი ლოგიკა აქვს და ეს დაკავშირებულია ორ ბოლოდროინდელ მოვლენასთან რეგიონში. ჩვენ მუშაობთ განვითარებისთვის ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელიც საქართველოს ძალიან გრძნობიარე და დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. მე არ ვფიქრობ, რომ ჭირდება იმის შეხსენება, რომ საქართველოს კვლავ ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. კვლავ ყავს უკანონო სამხედროები საქართველოს ორ რეგიონში და ჩვენ არ ვართ ნატოს წევრები და არ ვართ რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრები. ეს რა თქმა უნდა საქართველოს კიდევ უფრო დაუცველ მდგომარეობაში აყენებს დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, მაგრამ მეორე მხრივ თუ რუკას შევხედავთ, ჩვენ ხვდებით რა სახის შესაძლებლობები მოდის ჩვენს მხარეს. გვაქვს პოზიცია როგორც დამაკავშირებელ ქვეყანას, აღმოსავლეთ-დასავლეთის კუთხით და არა მარტო. ეს რა თქმა უნდა შესაძლებლობას გვაძლევს ორივეს, ევროკავშირსა და საქართველოს ერთად ვიმუშაოთ. გეოპოლიტიკური კითხვა, რა გვინდა მომავალში, შავი ზღვა გამყოფ ზღვად დავტოვოთ თუ გვინდა ის დამაკავშირებელ ზღვად ვაქციოთ. ევროინტეგრაცია სულ უფრო მეტად გამოიყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რაც მთელ პროცესს აზიანებს. სწორედ ამას უნდა ავარიდოთ თავი. ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ამ პროცესის იარაღად გამოყენება, რადგან საბოლოო ჯამში ეს აზიანებს გაფართოების და გაწევრიანების მთლიან იდეას. საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე. საქართველოს პროცესი არასდროს შეუჩერებია მიუხედავად იმისა, რომ ამაში გადანაშაულებენ. საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესიც კი არ დაწყებულა და ეს ევროპული მხარის გადაწყვეტილება. ჩვენ ამას ხშირად და ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, როგორც კი ევროპელი ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, საქართველო მზად იქნება. ჩვენ კარგად გვესმის, რა გვაქვს გასაკეთებელი. პირველი და უმთავრესი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უკავშირდება. ეს არის აუცილებელი საფუძველი, რომლის გარეშეც სხვა საკითხებზე საუბარი ძალიან რთული იქნება, ასე რომ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება ნომერ პირველი პრიორიტეტია.
ყველაზე მასშტაბურ და მე-11 დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე მაკა ბოჭორიშვილმა არაერთ სამუშაო სესიაში მიიღო მონაწილეობა. ამ წუთებში კი ის მონაწილეობს დისკუსიაზე, სადაც განიხილება შუა დერეფანი და საქართველოს სტრატეგიული როლი. მადლობა ნინი გოგიშვილს. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის პროექტში. მართველი გუნდის განცხადებით ამ როლის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და შესაბამისად ქვეყნის სტაბილური განვითარება. ევრონიუსის სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომელიც უფრო ფართო შუა დერეფნის ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს. სტატიაში ასევე ნახსენებია რეგიონში ბოლო 2 წლეულის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის დერეფანი. აზერბაიჯანმა 2 წლეული დახარჯა იმ მილსადენების ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რაც მას დღეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პარტნიორად აქცევს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი ერთობლივად უზრუნველყოფენ კასპიის ენერგორესურსების პირდაპირ დაკავშირებას თურქეთსა და ევროპასთან, როგორც რუსეთის, ისე ჰორმუზის სრუტის გვერდისავლით. გაზის იმპორტზე ევროკავშირის დამოკიდებულებამ უკვე 85%-ს გადააჭარბა, რის გამოც სამხრეთის გაზის დერეფანი ევროპის მომარაგების უსაფრთხოების მთავარ საყრდენად იქცა. ევროკავშირი და აზერბაიჯანი ასევე ავითარებენ მწვანე ენერგიის სამ დერეფანს ევროპისთვის განახლებადი ელექტროენერგიის მისაწოდებლად. ეს პროცესი მოჰყვა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელსაც 2022 წელს ბუქარესტში აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა მოაწერეს ხელი. თუ ჩვენ პროცესს შევხედავთ ფუნქციურად, სურათი არის ძალიან მარტივი. შუა დერეფნიდან ევროპისკენ ნებისმიერი ეფექტიანი მარშრუტი გადის სწორედ საქართველოს გავლით და ეს არის გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული ლოგიკა, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს დერეფნის მუშაობას. საქართველო უკვე ფუნქციონირებს როგორც მულტიმოდალური პლატფორმა, სადაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული როგორც საზღვაო ნავსადგურები, ისევე სარკინიგზო ქსელები და საავტომობილო ინფრასტრუქტურა. ჩვენი ქვეყანა უკვე არის ოპერაციული კვანძი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების უწყვეტ გადაადგილებას რეგიონებს შორის. პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის როლი, როგორც გამტარი ქვეყნების და რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყნების, კერძოდ აზიასა და ევროპას შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გააგრძელოს ის პოლიტიკა, შუა კორიდორის პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს. აუცილებელია, რომ აშენდეს ანაკლიის პორტი, ასევე კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს რკინიგზის მოდერნიზაცია და საერთო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ შევქმნათ ისეთი ლოგისტიკური სატრანსპორტო კორიდორი, რომელიც იქნება კონკურენტული, რომელიც იქნება ეფექტიანი და საერთო ჯამში მოიზიდავს ძალიან დიდ თვითმფრინავს. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმეს საიდუმლო სტატუსი აქვს, მხარეებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი. სასამართლო პროცესი დახურული იყო. შესაბამისად დეტალები უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, მათგან ორს დაუსწრებლად. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან და მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. არ შემიძლია არანაირ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. რა არის მიზეზი, რო გითხრათ? ხელი მაქვს მოწერილი გაუხმაურებელობას. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, თქვენ რა სიტყოდით და რა აღკვეთის ღონისძიებას? სიტყოდით აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას და პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ. თავად დაკავებულმა არ მიმართა სასამართლოს სიტყვით? ამ დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. პოზიცია დააფიქსირა სასამართლომ? პოზიცია ზოგადად დააფიქსირა, კი. აღიარებს დანაშაულს? ვერ გეტყვით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურას კენჭს მომდევნო კვირას უყრიან. აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების პროცედურები დაიწყო. საკითხი ბიუროს ხდომაზე განიხილეს. პატარაძე მინისტრთა კაბინეტთან ერთად 27 აპრილს უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში წარდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ბიუროს გადაწყვეტილებით კომიტეტები გაიმართება ორშაბათს, შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი და მის მიერ დასახელებული მინისტრთა კანდიდატები წარმოადგენენ სამთავრობო პროგრამას, ხედვას, რასაც მოусმენს კომიტეტები და შემდგომში ბუნებრივია უკვე გაგრძელდება რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები, რომელიც გულისხმობს მთავრობის დამტკიცებას პლენარულ სხდომაზე. კანონმდებლობის მიხედვით კონსულტაციები გაიმართა, შესაბამისად ფრაქცია ქართული ოცნების აბსოლუტური უმრავლესობით არის წარდგენილი პრეზიდენტის მხრიდან პრემიერის თანახელწერით ზურაბ პატარაძის კანდიდატურა. ზურაბ პატარაძეს ჩვენი რეგიონის მოსახლეობა კარგად იცნობს, არა მხოლოდ როგორც მთავრობის თავმჯდომარის ამპლუაში, არამედ როგორც დიპლომატს, რომელიც წარმატებით ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წლების განმავლობაში.
პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ილია დარჩიაშვილს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა ქართულ დიპლომატს თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ჩინეთში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კომპანია Xiaomi-ს ჯგუფს შეხვდა. მინისტრმა ჩინურ მსხვილეს ტექნოლოგიური კომპანიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა. მისი თქმით, საქართველოს მხრიდან შეთავაზებული ადგილობრივი აწყობის საწარმოს შექმნა, რომელსაც საქართველოში აწყობილი პროდუქციით და შეღავათიანი სატარიფო განაკვეთებით რეგიონული ბაზრების მომარაგება შეეძლება. განათლების და ჯანდაცვის მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. მინისტრებმა საქართველოში ფარმაკოქიმიის განვითარების საქმეში ეთერ ქემერტელიძის გამორჩეულ ღვაწლზე ისაუბრეს. კონფერენცია ქართული მეცნიერული ფარმაცია წარსული დააწმყო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. საერთაშორისო კონფერენცია ღვაწლმოსილი აკადემიკოსის ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ქალბატონი ეთერი პირადად ესწრება ამ ღონისძიებას და მისასალმებელია და მართლაც გამორჩეული არის ის ღვაწლი და ის დამსახურება, რაც მას მიუძღვის ქართული ფარმაციის წინაშე. ეს კონფერენცია იძლევა საშუალებას, რომ მეცნიერები, სტუდენტები გაეცნონ იმ თანამედროვე მიღწევებს, რომელიც დღეს ფარმაციაში არსებობს მსოფლიოს მასშტაბით. მართლაც განუზომლად დიდია ღვაწლი და შემოქმედება ქალბატონი ეთერის, მისი წვლილი ზოგადად როგორც მეცნიერების განვითარებაში, ისე ჩვენი ქვეყნისთვის სახელის განთქმაში. ძალიან შორს წაიღო ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და სახელი ძალიან მაღალ სიმაღლეზე აიყვანა. ქალბატონი ეთერი ეს არის მაგალითი ჩვენი თაობისთვის, ჩემზე უფროსი თაობისთვის, ჩვენზე უმცროსი თაობისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომ რამხელა ღვაწლი შეიძლება გაწიოს ადამიანმა და როგორ შეიძლება დაფასდეს მისი ღვაწლი. მე ძალიან მაყოფილი ვარ, რომ დღევანდელი კონფერენციის გახსნაზე გამოვიდნენ ჩვენი მინისტრები. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩამოსული უცხოელი სტუმრებისათვის, რომლებიც ჩამოვიდნენ, მოხსენებებს გააკეთებენ და მათი შედეგები იქნება აუცილებლად კვალს დატოვებს ჩვენ ფარმაცევტულ მეცნიერებაზე. დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში მმართველი გუნდის შეფასებით ლიდერობისთვის ბრძოლას უკავშირდება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ვითარება, რომელიც ახლა ოპოზიციაშია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ხალხის ინტერესებს არ ემსახურებიან. ოპოზიციაში დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილის სტატუსებს მოჰყვა. ახლა არ არის, რა თქმა უნდა, ცენზურის დრო, ახლა არ არის არასწორი ნაბიჯების გადადგმის დრო. კონკრეტულმა ცენზორებმა ჩვენგან მიიღეს პასუხი. ახლა საჭიროა რომ გავიდეთ ხალხში, გაიზარდოს ეფექტიანობა, გაიზარდოს შრომის უნარიანობა. ჩვენ ვართ შემდეგ ადგილას, რომ შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ. სააკაშვილი გაჩუმებას არ აქვს. ნუ გაჩუმდება, შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება. პერსონალური თავდასხმა არის პრობლემა და ეს არის სხვა რამ. კრიტიკა თუნდაც ჩვენი გადაწყვეტილებების, ოღონდ მისივე პარტიის გადაწყვეტილების დინამიშა იქნება ეს თუ გინდა სხვა. სავსებით ნორმალურია, თუმცა ოდნავ უცნაური. ჯაფარიძე ფიქრობს, რომ მიდის ნაციონალური მოძრაობა. თქვენ არ გრჩებათ ეს საფრთხეში არის? მე ესე არ ვფიქრობ და იმედს ვიტოვებ, რომ არც ესეთი გაუგებრობები იქნება მომავალში და არც არავინ გამოგვაკლდება პირიქით თუ არ გაგვიერთიანდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს აუმხედრდნენ თავისივე გამოზრდილი მიშისტები და ამას ისინი იმიტომ აკეთებენ, რომ რა თქმა უნდა იციან თუ როგორი დაზიანებული არის სააკაშვილის იმიჯი როგორც პოლიტიკოსის, თუმცა იმას ვერათ ვიცნობიერებენ, რომ თავადაც ზუსტად ისე არიან დაზიანებულები, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ვინაიდან ის ყველა აქტორი იყო მონაწილე იმ ტოტალიტარული რეჟიმის ერთის მხრივ და მას შემდეგ რაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან, აბსოლუტურად ყველანი კოლექტიურად ეწევიან მავნებლურ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ლოგიკური იყო. შეუთავსებელი ადამიანები შეიკრიბენ, ერთმანეთს ვერ იტანენ. ერთმანეთს კონკურენციაში არიან, ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი, რომ მთელი ეს თანხები მარტაკოსი რო შეგვიდა გზებს ვიპოვითო, შავად გამოვაგზავნითო, ვისთან მივა და ამას არკვევენ ერთმანეთში. არ გეგონოთ რაღაც მაღალ მატერიებზე და სამშობლოს მომავალზე ფიქრობენ, ან რაღაც დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ზოგს მიაჩნია, რომ ჯობია აი ახალი ნაცმოძრაობის იდეას წაყვნენ და გვარამიას
დაუჭიროს ხარი, მაგრამ არიან ორთოდოქსი ნაცებიც, რომლებიც სააკაშვილს ერთადერთად მიიჩნევენ აღმოსავლეთის ვაშინგტონად მიიჩნევენ, როგორც იგი საკუთარ თავს უწოდებს, მაგრამ მიუხედავად ამ სარკაზმისა, მიუხედავად ამ განხილვებისა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამოცანა არ შეცვლილა, ყველას ერთი ამოცანა აქვს და მითითებაც ერთი აქვს, რომ ერთად იყვნენ გაერთიანებული და დაანახონ საზოგადოებას, რომ თითქოს და აქ არსებობს რაღაც ასთა სხვადასხვაობა და დემოკრატია და პლურალიზმი. ძარცვის ქურდობის და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით დაკავებულ 4 არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ არასრულწლოვანები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებს და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ. არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30,000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა. რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ძალადობის გამოყენებით ასევე გაძარცვა ტაქსის მძღოლი არასრულწლოვანმა ფინანსური სარგების მიღების მიზნით მისი საბანკო ბარათები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გამოიყენა. ჩემი დაცქვეშყოფი აშუ არის 15 წლის არასრულწლოვანი. მას ედავებიან სხვა არასრულწლოვანთან ერთად კონკრეტული სააფთიაქო ქსელის ძარცვას, რამდენიმე ეპიზოდს. ამ ეტაპზე ხა პოზიციისაგან და დაცვის სტრატეგიისაგან ვინაიდან გამოძიების ეტაპია, მაინც თავში შევიტავებ. აღნიშნული მუხლი ბრალის დადასტურების შემთხვევაში ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ახლა კი უცხოეთის ახალი ამბები. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი გაია კალასი აცხადებს, რომ ირანი ამერიკასთან მოლაპარაკების შედეგად შესაძლოა კიდევ უფრო სახიფათო გახდეს. კალასი დისკუსიებში ბირთვული სფეროს ექსპერტების ჩართვას ითხოვს და ამბობს, რომ თუ თეირანთან შეთანხმებისას გათვალისწინებული არ იქნება რეგიონალური პრობლემები, ასევე ირანის მიერ პროქსი ძალების მხარდაჭერისა და ევროპაში ირანის ჰიბრიდული და კიბერსაქმიანობა დასავლეთი ირანთან სუსტ შეთანხმებას მიიღებს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ნატოს მეხუთე მუხლისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ეჭვქვეშ აყენებს. Financial Times-თან ინტერვიუში დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრ სახელმწიფოზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოტენციური თავდასხმის პირობებით მთავარი კითხვა სწორედ ის იქნება, დაიცავს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ევროპას. დონალდ ტუსკი აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ევროკავშირის შეთანხმების ფარგლებში არსებული კოლექტიური თავდაცვის მუხლის გაძლიერება. პედრო სანჩესი პენტაგონში გავრცელებულ ონლაინ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელიც როიტერსის ცნობით ნატოში ესპანეთის წევრობის შეჩერების გეგმას ეხება. ესპანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ის სხვა ქვეყნის უწყებებში ელექტრონულ წერილებზე ყურადღების გამახვილებას არ აპირებს. ესპანეთის მთავრობა მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებსა და ოფიციალური პირების პოზიციებზე დაყრდნობით მუშაობს. ესპანეთის პოზიცია კი საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით პარტნიორებთან მდგრადი თანამშრომლობაა. თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა ეკრძალებათ. ახალი ნორმა სოციალურ მედია პლატფორმებს ასაკის გადამოწმების სისტემის დანერგვას და მშობელთა კონტროლის მექანიზმების შექმნას ავალებს. თურქეთის მთავრობის განმარტებით კანონის მიზანი ახალგაზრდებისა და ბავშვების ინტერნეტისა და სოციალური კონტენტების მავნე გავლენისგან დაცვაა. სწორედ ონლაინ აქტივობას უკავშირებს თურქეთის პოლიცია რამდენიმე დღის წინ თურქეთის 2 სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას. დაბალო სპორტის სიახლეები თემურ ქეცბაია საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა. ქეცბაიამ ამ თანამდებობაზე ვლადიმერ კაკაშვილი შეცვალა. დინამო თბილისს საქართველოს ჩემპიონატში 7 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქეცბაიას დებიუტი ხვალ წყალტუბოს სამგურალთან შედგება. დიდი მადლობა ნდობისთვის, გუნდის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს, ბატონ ამფიფიას. რომ აი ესეთი შესაძლებლობა მომცა, რომ ვიმუშაო იმ გუნდში, სადაც დიდი ხანი როგორც ფეხბურთელმა ვითამაშე და გუნდები ისევ როგორც ამ გუნდში როგორც მწვრთნელი 35 წლის მერე. შევთანხმდით, რომ ახალი ეტაპის დაწყების დრო იყო და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ დღის მდგომარეობით შევარჩიეთ საუკეთესო
ქართველი მწვრთნელი, საუკეთესო კანდიდატი დინამო თბილისის მთავარმცველობის პოსტზე და მე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ თემურს, რომ მან აიღო ეს პასუხისმგებლობა ჩვენთან ერთად. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და UEFA-ს აკადემიის ერთობლივად განხორციელებული სასწავლო კურსი სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში დასრულდა. პროგრამის მესამე მოდული თბილისში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა პროგრამის დასკვნითი ეტაპი გაიარეს. კურსი მიზნად ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარებას ისახავდა. პროგრამა UEFA-სა და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მესამედ განხორციელდა. ძალიან სასიხარულო გარემოება რომ UEFA აკადემია თანამშრომლობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან უკვე მესამედ სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში ჩატარდა საქართველოში UEFA აკადემიასთან ერთად გარდა იმისა რომ ყოველწლიურად ვატარებთ შესაბამის კურსს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ძალიან სასიხარულოა ის გარემოება რომ UEFA აკადემია უკვე მესამედ გვანდობს ამ კურსს და 10 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა ამ კურსში. კურსის ჩატარების მთავარი მიზანია მონაწილეთათვის ფეხბურთის მენეჯმენტზე 360 გრადუსიანი ხედვის მიცემა და სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავება. ასევე ეს არის შესაძლებლობა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სერტიფიკატს აიღებენ, სამომავლოდ ერთმანეთს დაუკავშირდნენ პრობლემების შემთხვევაში ან იდეების გაზიარებისთვის. ეს კურსი ჩემთვის იყო იმაზე მეტი ვიდრე ნამდვილად კურსი, იმიტომ რომ ჩემთვის იყო ფეხბურთში დაბრუნების მთავარი, ასე ვთქვათ, მოტივატორი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ, ვისწავლეთ. შევიძინე ძალიან ბევრი ადამიანი, კავშირები, რომლებიც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება CFM-ის შემდგომაც. ქრონიკა 17-ზე დასრულებულია, რამდენიმე წუთში იმედის ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად მე გემშვიდობებით. ნახვამდის.